Bonjour. მოგესალმებით, მეგობრებო. დაგიბრუნდით შემდეგი ვიდეოთი და ამ ვიდეოში ჩვენ დღეს ვითამაშებთ Last Day on Earth. და დღეს ჩვენ დავარეიდებთ და გავლუთავთ ბუნკერ ალფას. პირველ რიგში, ესე იგი, გადავამოწმებ ახლა მე ჩემი ცუგოების მდგომარეობას და დაახლოებით 4 საათში ერთი და 6 საათში მეორე გაიზრდება და გადავა შემდეგ ლეველზე. რამოდენიმე ივენთი მიმდინარეობს ამ ეტაპზე თამაშში. და პირველი ივენთი რაც უნდა გაჩვენოთ არის აი ეს მონადირის დღიური, სადაც შეგვიძლია რაღაც ბენეფიტების და ნივთების მიღება. პირველ რიგში ახლა მე ჩავიცნობ ტანსაცმელს და თან გაჩვენებთ რა უნდა წავიღოთ ბუნკერ ალფაში აუცილებლად. რა დაგჭირდება იქ იმისთვის რომ ბოლომდე გავლუთოთ. ნუ ბოლომდე რა თქმა უნდა ბუნკერს ვერ გავლუთავთ. იქედან გამომდინარე რომ დაგვეხარჯება საკმაოდ დიდი რესურსი. ამიტომ ოპტიმალურად 2 სართულს გავლუთავ და გაჩვენებთ თან რა ხდება ბუნკერ ალფაში პირველ მეორე სართულზე. ეხლა ზედმეტ ნივთებს დავტოვებ, რაც იქ არ დაგჭირდება და დავშალოთ ეს ნივთები თან, რომელიც ამ ეტაპზე არ გჭირდება და რესურსები შევინახოთ. და შემდეგ უკვე გადავალ იარაღებს ავარჩევ და წავალთ ბუნკერში. იარაღებს რაც შეეხება. ძირითადად, აი პირველ რიგში მოდით იარაღებს შევეშვათ ბუნკერ ალფაში. ჩვენ გვაქვს 3 სახის კუპონი, რომელიც დავსპლიტავ ერთი წუთით მე გჭირდება მხოლოდ 20 ცალი მწვანე კუპონი. მოკლედ, მწვანე კუპონები, რომელიც როცა მივალ ახლა ბუნკერში გაჩვენებთ რას აღებს და რას გვაძლევს, მანამდე ჩავაცვათ ტანსაცმელი. ჯიგარს, ეს კოდი გახუროს და აი ეს საჩვენებელი თითია მე მგონი, რომელიც დაგჭირდება ასევე ერთი ოთახის გასაღებად, სადაც ინახება რესურსები. წავიღოთ იარაღები, რაც შეიძლება ისეთი იარაღი, რომელიც გამოგვადგება, აი მაგალითად, აი ეს იყოს ერთი და ერთი ცეცხლსასროლიც დაგჭირდება აუცილებლად ეს იარაღის ინსტრუქციებით წავიღოთ და იყოს ერთი ვინჩესტერი. გლოკი არ მაქვს ჯერჯერობით. ან ვინჩესტერი სხვაგან გამომადგება იყოს M16 უფრო სწორად. წავედით მოკლედ ახლა ბუნკერ ალფაში. და გაჩვენებთ რა ხდება ბუნკერში, როგორ უნდა გაილუთოს და რა შეგვიძლია ჩვენი გვიპოვოთ. აქ კიდევ ერთი ივენთია. ამ ივენთზე გაჩერებული ვარ, რადგან არ მაქვს რესურსი დიდი მხეცის მოსაკლავად. აი ეს არის იმ ივენთის შემდეგი ეტაპი და მოდით ჯერ დღეს ამ ვიდეოში ჩვენ ვესტუმროთ ბუნკერ ალფას. ესეც არის ბუნკერში მოვედით. აქ დიალოგი. აი ეს არის იარაღი, რომლის აღებაც შეგვეძლება, როდესაც გვეყოლება ძაღლი. და კოდი უნდა შევიყვანოთ. და კოდი უნდა შევიყვანოთ 7-8-7-7. ეს კოდები იცვლება თვის რიცხვების მიხედვით და ბაზაში, სადაც მაქვს რადიო, იქ წერია ხოლმე აი ეს კოდი. პირველი სართული, სადაც აი ეს ჯიგრებიც არიან. აი აქ შეგიძლიათ მოათავსოთ. მოდი ეს დავუძახოთ ინსტრუქცია. და მე
მერე შეგეძლებათ ერთი გამოსადეგი ინსტრუქციის აღება, რომელსაც გამოიყენებთ. აი ეს წერა თითი, რომელიც აღებს აი ამ ოთახს, თითის გარეშე არ გაიხსნება, სადაც რესურსებს ვიპოვით ახლა ჩვენ. აი გლოკი და სხვა რაღაცეები, რაც საკმაოდ საჭირო ნივთებია. და კუპონი, რომელსაც ვიყენებთ აი ამ კომპიუტერის გასახსნელად და აქაც რა თქმა უნდა გამოდის რესურსი, რომელიც კუპონის გარეშე არ არის, ხელმისაწვდომი და რესურსი, რომელიც ძალიან გვჭირდება ამ თამაშში. მე ამ რესურსებს ერთად ვინახავ ხოლმე და პირველ რიგში ვიყენებ ისეთ რაღაცეებს, რაც შედარებით მარტივად რესურსი მარტივად არსებობს. მაგრამ მაინც ისეთ რესურსებს, რომელსაც შეიძლება ნებისმიერ ადგილას გადავარდნით. ხო, ზომბებს რაც შეეხება, თუ მიეპარებით და ისე დაარტყამთ, იარაღს თუ აქვს ძალა 30, დარტყმის მიპარვის შემთხვევაში ეს ძალა 3 მაგდება და უტყამს როგორც 90. აკლებს 90 HP-ს. თუ ჩვეულებრივად 30 აკლებს, მიპარვით აკლებს მერე 90-ს. ჩვენი მიზანი ახლა რა უნდა იყოს ბუნკერ ალფაში. ნუ რა თქმა უნდა, რაც შეიძლება მეტი რესურსი მოვაგროვოთ და მოვაგროვოთ კუპონი. 25 ყვითელი კუპონი გვინდა, ოქროსფერი უფრო სწორად, რომ აი ეს 5 გამოვიდეს და 30 წითელი. წითელი არის ყველაზე მაგარი, იმიტომ რომ წითელში უიშვიათესი რაღაცეები ამოდის ხოლმე და ყვითელიც საკმაოდ კარგია, რადგან იარაღები ამოდის ძალიან ბლომად. წავედით 5 ყვითელი. ვა, წყალი? სად ვიშოვთ ხა წყალი? რა ვიციო ხა მე აქ. რა თქმა უნდა იარაღი, იმიტომ რომ იარაღი ყოველთვის გვჭირდება ამ თამაშში იარაღი. აი აქ შეგიძლიათ დააკვირდეთ სახელის ქვემოთ არის შიმშილის დონე და წყურვილის დონე. წავედით მეორე სართულს. 4 სართულია ჯერჯერობით გახსნილი. რაც თამაში გამოვიდა იმის შემდეგ 4 სართულია. ალფაში გახსნილი, ამიტომ შეგვიძლია გავიაროთ 4 სართული. და გასწავლოთ პატარა ხრიკებს. ნუ ამ ბუნკერს აქვს კიდევ ერთი ხრიკი, რომელიც ჯერჯერობით არის გამებული. ამიტომ მე ჩვეულებრივად გავივლი ახლა როგორც გავდიოდი ხოლმე აქამდე. 40 HP-ან ზომბებს თითქმის არასდროს კარგი რაღაცეები. და კუპონები ყოველთვის აქვთ აი ესეთ დიდ ზომბებს. ერთი ოქროსფერი კუპონი უკვე ვიშოვეთ. ჭირდება კიდევ 4. კუპონი ყოველთვის კარგია, რაც არ უნდა იყოს. რომელიც არ უნდა იყოს, კუპონს შეაგროვებთ და გამოიყენებთ სხვა დროს, როდესაც დარეფრეშდება ბუნკერი და აღდგება. ამიტომ კუპონები შეაგროვოთ. ყველა რესურსი ამ თამაშში უნდა შეაგროვოთ. რადგან ძალიან მნიშვნელოვანია რესურსების სწორად შეგროვება და პრიორიტეტის მინიჭება. აი ახლა მე ძალიან ცუდად ვიყენებ ჩემს გლოკს, რადგან აქ შემიძლია ჩვეულებრივი იარაღითაც გავიარო, ამიტომ მოდი მე დავბრუნდები ახლა პირველ სართულზე და გავაგრძელებთ. დავბრუნდით, ავიღეთ კანჩი, თუ რაც ქვია ამას არ ვიცი მოკლედ. და წავედით, გავაგრძელოთ ისევ რეიდი. აქ კუთხეში არის თავი გავიშალე მე, მაგრამ არა უბრალოდ.
უნდა ეცადოთ ყოველთვის უკრიდან მიეპაროთ ზომბებს, რადგან ესე არ მოგიწიოთ ჰილის და იმის და იარაღის დამწევას. სამი ოქროსფერი კუპონი დაგვრჩა მიზანი რომ მეორე ყუთიც გავხსნათ რესურსების აი აქ გავხსნათ ჯერ კომპიუტერი გაიხსნება კარი საიდანაც გავალთ მერე პირველ სართულს ორი ჯიგარიც მოვიშოროთ ორი კონტესტი ეგარი კიდევ ერთი მშვენიერია აი აქ შეგვიძლია თუ გვაქვს რაიმე მოდიფიკაცია იარაღზე რომელსაც ჩვენ ბაზაზე ვაკეთებთ აქ შეგვიძლია ეს მოუდი გავუკეთოთ იარაღს კარგია რომ ეს ავიღეთ თავის დროზე ტანსაცმელიან ქუდიც ხო არ მოქვს ნახოთ იშვიათ ტანსაცმელს არ ვიყენებ ხოლმე თქვენც გირჩევთ რომ არ გამოიყენოთ ტანსაცმელი იარაღის მოდიფიკაცია ძალიან კარგია იმიტომ რომ იარაღს ეზრდება შესაძლებლობების შემდეგ ძალიან ბევრს ვიტყავენ აი რატო ვინახავდი იარაღს აი ეს არის ყველაზე დიდი გიგანტი მონსტრია რომელიც რაც არ უნდა გეცვათ უეჭველი გკლავთ ერთი დათვლით რაც არ უნდა გეცვას ამას ვერ გადაურჩებით ხშირ შემთხვევაში ამ გიგანტს აქვს წითელი კუპონი ამიტომ თუ იარაღი გექნებათ მაგის მოკლა საკმაოდ კარგი აზრია თუ იარაღი არ დაგენანებთ მგონი ამ ვიდეოში მხოლოდ მეორე სართულის გავლას გვეყოფა იმისთვის რომ ოქროსფერი კუპონი შევაგროვო ერთი ცალი მაკლია სულ რაღაც ცოტა ვაინდები გადი როგორ ერთი ცალი არა წითელი ნუ წითელიც კარგია მაგრამ მე ხა ყვითელი უფრო მაწყობთ ოქროსფერი კიდევ ერთი გიგანტი გამოცდება შეიძლება ბარემ ეს დავამარცხოთ ისევ წითელი აი რო გინდოდეს წითელი არ ექნებოდა ეხა არც ერთს ვეძებ ოქროსფერს და ვერ ვიპოვი მაგას დარწმუნებული ვარ ამ სართულზე ჩაკუჩი კარგია მაგრამ არც ისე ერჩივნა ოქროსფერი კუპონი აქაც გიგანტიაში და კიდევ ერთი გიგანტი
მოკლედ ამ გიგანტს ვერ გავუმკლავდით ისე როგორც საჭიროა თავზე. და სადოთ მეორე რაუნდი. ესე იგი ამ თამაშის ერთი ხრიკი არის კედელთან დადგომა და გიგანტის ისე მოკლა. ამიტომ მოდით ვცადოთ ახლა ეს მეთოდიც. ვცდი ახლა მე ამ მეთოდსაც. აი აქ დავდგები. გიგანტი მოვა და დაუწყებს. ეს არის ბაგი, რომელსაც როგორც ჩანს თამაშიც არ ასწორებს, იმიტომ რომ საკმაოდ რთულია აი ეს თამაში ითამაშო. აი გიგანტი ურტყმს კედელს. არა, ეხა მე მომხვდა. როგორ უნდა მოვიქცე, როცა დაარტყამს? არა, მაინც მე მხვდება და თან გამიხეთქა თავი. ხო, აი რაღაც ხრიკები არის დასამუღამებელი. ეხა ნახეთ მაგას რა უქნა. ეხა მე მოქვს აქ ერთი ნეიდი, გრინეიდი. ხელყუმბა რა. მომიტაც მე ვიცი რასაც უზომ ეხა მაგას. წავედით. ეს ზუსტად ვიცი როგორც უნდა გამოვიყენო, კედელთან დავდგებით, მოვბრუნდები, გადმოუგდებ და სახეს გააცლეს. დაუბრუნდით გიგანტის ბრძოლას, დავითის და გოლიათის შეჭიდება რაუნდი 3. პირველ ორჯერზე მაჯობა და აი ახლა მესამე ჯერზეც ვნახოთ, ხო? აქ როცა რაღაცა მოხდება, შემდეგ იგივე ადგილას თუ დავბრუნდებით, ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ჩვენი ნივთები უკან. აი ახლა ამ გოლიათს მე ვიცი რასაც უზამ. აი ახლა აქედანვე ვესვრი ყუმბარას. აი ესე. აი ეს. უფრო მეტი დააკლდებოდა ველოდი. აი ეხლაც გამოვა იქ. ბუმ. შედგა პირდაპირ ზემოთ. აი ეგრე. ამასაც წითელი აღმოაჩნდა, რა ვქნათ. ვა. ვახ, მეორე ის დამრჩა. გამოდი გოლიათო. არის სროლა? ინტერნეტმა გაჭედა. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტმა გაჭედა, ეს გოლიათიც მოშორებულია. ერთი ყვითელი აი გარი. ოქროსფერიც ვიშოვთ. ვსო. მოდი ჩავუთავ ხა. ხმას. და მეორე ოქროსფერიც ვიშოვთ. მე ხა გაჩვენებთ ჩემო მეგობრებო, რა ხდება ოქროსფერ ყუთშიც და ამ ვიდეოს ამით დავასრულებ. თუ ვიდეო მოგეწონებათ და ლაიქეთ, არხი გამოიწერეთ და თუ რაიმე უკეთესი თამაში გამოვა მობაილზე, აუცილებლად შემდეგ ვიდეოებში ახალ თამაშებსაც შემოგთავაზებთ. ნუ იქამდე ყოველ შემთხვევაში სანამ კომპიუტერს არ ვიყიდი. და აი ესეც ჩვენი დოვლათი. ძალიან კაი ლუთია. დიალოგთან მიახლოებული 2 იარაღით და ხედავთ ჯარისკაცის ფორმით და მთელი ამბით. მე ახლა ამას გადავიტან ჩემს ბაზაში. თქვენ კი კარგად ბრძანდებოდეთ, მეგობრებო, იმედია ვიდეოთი ისე ამოვნეთ.
ეს იყო პატარა ტუტორიალი, როგორ გავლუთოთ ბუნკერი ალფა. უკეთესი ხერხებიც არსებობს, რომელსაც დავამუღამებ და თქვენს გასწავლით. ამიტომ დროებით, მეგობრებო,